რა გავლენები აქვს რეალურად ირანს საქართველოში? ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი ქსელი, რომელიც თეირანიდან იმართებოდა. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ახლა რეალურად. რაში ჭირდება ესეთი ასოცირება ირანის რეჟიმთან? მაგიტო წავიდა რუსეთთან ერთად აი ამ გაუგებარ ვაბანკზე მთლიანად და ჩაწვა ყველა ხიდი დასავლეთთან. კომპენსირება უნდათ დასავლური დერეფნის, ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის. არ ელოდა ბიძინა ახლა ეპიკური მრისხანების ოპერაციას ამერიკელების შარი რომელიც ამ საფრთხიდან მოვა რა გაცილებით სხვანაირი შარი მოვა. ახლა რა მოიღო ხმალი და იზოდო დაგაცლით ახლა თავებს. აი ასეთი საფრთხეები და აქ ირანი არის მხოლოდ ერთ-ერთი საფრთხე. ხმადებობია ნინის ნაცვლად რომ რაღაც მომენტში გაჩერდნენ და სადონ უკან შემოტრიალება რა. ანციფ უსაფრთხოების სამსახურის რესურსი იხარჯება პოლიტიკოსების დევნაში. 70-ზე მეტი კომპანია არის შემოსული ეკაჩებიან ირანიდან სანქცირებული ნავთობის შემოაქვთ. რომ ეს არაკომპეტენტურობა არის არა მარტო საგარეო უწყებაში, სადაც ეს ნაკლები უნდა იყოს შედარებით. მაშინ წარმოსადგენია რომ მარტივად სხვაგან რა ხდება. რუსული აგენტურა ბიზნესთვის პრობლემა არ იქნება, არც ირანული აგენტურა არ იქნება პრობლემა ბიზნესთვის. არც ჩინური მომენტ. ჩინეთი როგორც მოკავშირეა ირანსაც არ გამოადგა და არც ვენესუელას. და დამყარდეს ბიზნეს კონტროლი. მორჩა, აი ეგარ მაგას უყურებს. ეხლა ეგ თუ მაგას მიაღწევს, ფიქრობს რომ გადარჩა, მაგრამ სიურპრიზი არის ის. გამარჯობა მეგობრებო, ეთერში გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოყოვეთ სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და TikTok-ზე, თუ გინდათ საინტერესო მოისმინოთ და გაიგოთ და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ბატონი გიორგი მაღაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და ბატონი დათო კუნაშვილი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი და ჩემი ყოფილი კოლეგა თავდაცვის სამინისტროდან. ან დღეს ისევ ვაგრძელებთ ირანზე, ოღონდ სრულიად მოულოდნელად, გარკვეულწილად, მაგრამ არც თუ ისე მოულოდნელად შემოიჭრა ირანის გავლენების თემა საქართველოში რა, ანუ ამ აქცია, რომელიც ირანის საელჩოს წინ გაიმართა ლოზუნგებით რომ ხამენეი აქ ვართ და გემორჩილებით და შემდეგ ამ საქართველოს 100-მდე მოქალაქე შეიკრიბა და ამას მოყვა თინა ხიდაშელის, გუბას სანიკიდისა და გიორგი კანდელაკის დაბარებები სუში, ვახტანგ კაბანაძეც დაიბარეს, ყოფილი გენშტაბის უფროსი, სხვადასხვა განცხადებების გამო, მოკლედ მთელი ამ განცხადების არსი საბოლოო ჯამში დადეს იმამდე, რომ რა გავლენები აქვს რეალურად ირანს საქართველოში. იქნება ეს თქვათ რელიგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, პირდაპირ მოსახლეობასთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. საკითხი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ჩვენ ზოგადად ისაც პრობლემებით დახუნძლული სახელმწიფო ვართ, ანუ ახალი პრობლემა ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. განსაკუთრებით ირანის გავლენების გაძლიერება რა და პლუს ამას კიდე მოყვა სოციალურ ქსელებში ამას მოყვა საკუთრებით უკვე საფუძვლიანად მეჩვენება ეს აზრის გაჟღერება რომ აზერბაიჯანს პრინციპში მაგიტომაც აქვს ჩაკეტილი თავის სახმელეთო საზღვარი რომ აზერბაიჯანს არ უნდა რომ ირანული გავლენების საქართველოს გავლით გავრცელდეს აზერბაიჯანში რა კიდე უფრო საგანგაშოა სასაცილოც კი არა ხა ამაში არაფერი ხა სიმწეს სიცილი თუ წაგსკდება. რა გიორგი შენით დავიწყებ. მოდი დავიწყოთ იმით რომ საერთოდ ძალიან პრობლემური არის რომ საქართველოში ამხელა გავლენა არსებობს სახელმწიფოსი რომელიც პრინციპში რომელთან ჩვენ თანხმედრა არ გვაქვს. ანუ ირანის ისლამური რესპუბლიკა არის სახელმწიფო რომელიც არის მკვეთრად ავტორიტარული, სახელმწიფო რომელიც არის ერთ ნავში რუსეთთან და სახელმწიფო რომელიც ცდილობდა ისლამური ფუნდამენტალიზმის, არა ისლამის როგორც რელიგიის, არამედ მისი ძალიან კონკრეტული ნაირსახეობის გავრცელებას მათ შორის საქართველოში. რატომ არის ეს სახიფათო? სახიფათო არის იმიტომ რომ მთელი უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში ირანი ქმნიდა, საზრდოობდა და აფინანსებდა უზარმაზარ ტერორისტულ ქსელს მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. საუბარი არის ჰამასზე, საუბარი არის ჰეზბოლაზე, საუბარი არის სირიაში შიიტურ დაჯგუფებებზე და არა მარტო ჰეზბოლაზე, რომელიც ლიბანიდან გადმოდიოდა სირიაში, არამედ ადგილობრივ შიიტურ დაჯგუფებებზეც. საუბარი არის ერაყზე, საუბარი არის რა თქმა უნდა, თავად
ირანის რესპუბლიკაზე და საერთო ჯამში ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი ქსელი, რომელიც თეირანიდან იმართებოდა და რომელიც ავრცელებდა მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ქაოსს და დესტაბილიზაციას. ამ ყველაფრის ფარგლებში, მაშინ როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წესით და რიგით უნდა ზუსტად მუშაობდეს ასეთი ტიპის საფრთხეების აღმოფხვრაზე, ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსი იხარჯება პოლიტიკოსების დევნაში, იხარჯება მიყურადებაში ქართველი პოლიტიკოსების და საბოლოო ჯამში აი ასეთი საფრთხეები და აქ ირანი არის მხოლოდ ერთ-ერთი საფრთხე, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ რადიკალიზაციის პრობლემა ისედაც არსებობდა, ჩვენ ნახეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩავიდა სხვადასხვა რეგიონიდან შეიძლება დაიწყო. კი ბატონო, ჩვენ ნახეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩავიდნენ ისლამ და იბრძოდნენ შემდეგ ისლამური სახელმწიფოს მხარეს, აქ ირანს ეს სოდო არ დავადოთ, თავზე სხვა კონტექსტი არის, მაგრამ ორივე ეს სალაფიტური რადიკალიზაცია იყო, მაგრამ ხო, ანუ რადიკალიზაციაზე ვსაუბრობ. კი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგადად რადიკალიზაციაზე, აქ ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ეს რადიკალიზაცია იქნება ირანიდან წამოსული ვაჰაბიზმი თუ რომელიმე სხვა ტიპის რადიკალიზაცია. ფაქტია, რომ ასეთი უჯრედები საქართველოში მთელი ამ დროის განმავლობაში არსებობენ და ოპერირებენ. და ჩვენ ხედავთ, რომ იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღმოფხრას ეს უჯრედები, იბარებენ გივით არგამაძეს, იბარებენ გიორგი კანდელაკს, იბარებენ თინა ხედაშელს, იბარებენ გენერალ კაბანაძეს. ანუ იმის ნაცვლად, რომ სულსმა ამ ადამიანებს მადლობა უთხრას მათი საქმიანობისთვის და იმისთვის, რომ მათ აღმოაჩინეს და საზოგადოებას შეატყობინეს ამ ქსელების შესახებ, ჩვენ ხედავთ, რომ ხდება ამ ადამიანების დაბარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მათი ეგრეთ წოდებული დაპრესვა, რათა ნაკლები ისაუბრონ. და ზოგადად ის ტრენდი, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც სახელმწიფოში წნეხი არსებობს ყველა დადებითი აქტორის, მაშინ როდესაც ასეთი რადიკალიზაციისკენ მიდრეკილი მოთამაშეები თავისუფლად ოპერირებენ და ცოტა ზუმაუთი რომ გავაკეთოთ, თუ ირანს შეუძლია ამ ხელაქსელის გაკეთება, რომელიც კულტურულად მაინც და მაინც არც ლინგვისტურად ჩვენთან ძალიან ახლო არ არის, ამ შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენა შეგვიძლია რამ ხელაქსელი არსებობს რუსეთიდან, რომელიც ამაზე აწლეულები მუშაობს, ანუ ირანზე უფრო დიდი ხანი და უბრალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად არ რეაგირებს ამ ყოველივეზე ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც პრინციპში როგორც ჩანს, არც გვაქვს, იმიტომ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ოპერირებადი უსაფრთხოების ინსტიტუტების პირობებში, ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტი შენთან არ უნდა მუშაობდეს ლიცენზიის გარეშე. მე ვფიქრობ, საკმაოდ ისეთი მიმოხილვა გააკეთა, ეხლა ანუ რეალურად კითხვა რაც რჩება, ანუ ფაქტი არის, რომ საკმაოდ სერიოზული პოტენციალის მქონე პრობლემა გვაქვს, ხომ? და რა ვიცი, რადიკალიზაციაზე მეტად რა შეიძლება კიდევ პრობლემა იყოს, ასე ვთქვათ, როდესაც შენს სოციუმში შიგნით ინტეგრირებული, ინფილტრირებული რაღაცა წარმონაქმნები არსებობენ, რომლებიც ვთქვათ, რადიკალიზაციის პოტენციალს ანუ ატარებენ და მონაწილეობენ პროცესში, რაც გულისხმობს შენი ეთნიკური უმცირესობების ან თუნდაც არაუმცირესობების ინდოქტრინაციას ისეთი შინაარსით, რომელიც ესე იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, მტრულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულ სამყაროსთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და თავისუფლებებთან და აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან. ეხლა ამ ვითარებაში ჩვენ ხედავთ, რომ რასაკვირველია, სახელმწიფოს უნდა კონდეს გარკვეული როლი, განსაკუთრებით სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს უნდა კონდეს როლი და აგერ აღინიშნა, რომ რითი არის დაკავებული, არ გამეორდები, მაგრამ თავარი კითხვა არის, რომ რატომ ვიმყოფებით ეხლა ჩვენ ამ მდგომარეობაში? ანუ რეალურად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა რა არის? ანუ აქ ჩანს აშკარად, რომ ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ელემენტები შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და დამკვიდრდნენ და ფართოვდებიან ან ძლიერდებიან და ასე შემდეგ. არამედ ის ფაქტორი არის პრობლემა, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ამას მწვანე შუქს აძლევს. და ეს ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი. და ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ეხა რეალურად, ესე გამოდის, ხომ?
ну გარდა იმისა რომ ეს კაცი თქვა აქ ავტორიტარულ თუ ასე ვთქვათ ტოტალური კონტროლის სისტემის დამყარებას ცდილობს და ამ ასე ვთქვათ რუსული ტიპის რეჟიმს გვიმყარებს აქ გასაგებია ეს შეიძლება აიხსნებოდეს იმით რომ ანუ ძალაუფლების ასე ვთქვათ კონსოლიდაციით აიხსნებოდეს და ასე შემდეგ ფაქტი არის რომ არავითარი იდეოლოგიური ასე ვთქვათ ალტერნატივი შემოთავაზება არ ხდება, უბრალოდ ცდილობს რომ რაღაცნაირად მონურ რეჟიმში გვამყოფოს უყველა, ისეთი სისტემა ჩამოგვიყალიბოს, მაგრამ აქ ისევ გავდივართ იმ ამბავზე თუ რატო აკეთებს ეს კაცი ამას, იმიტომ რომ ყველა ეს მოქმედება დასავლეთთან დაპირისპირება იქნება თუ ასე ვთქვათ აი ამ ბოროტების ღერძთან ასე ვთქვათ საქართველოს რაღაცნაირად ჩაბმა ბოროტების ღერძის რაღაც ორბიტაზე საქართველოს შემოყვანა და ასე ვთქვათ იზოლირება დასავლური დემოკრატიული სამყაროსგან ეს ამბავი ამ კაცის რომელ ინტერესში ჯდება ანუ რა უნდა რეალურად და ანუ ჩვენ საზოგადოებას რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით ხა არ მინდა წინ გაუსწრო მოვლენებს მაგრამ ანუ ფოკუსის გასწორება იმასთან დაკავშირებით რომ აქ რაღაც არარაციონალური აქტორი გვყავს ჩვენ რომელიც არ მოქმედებს ასე ვთქვათ არც პრაგმატული მოსაზრებებით, არც გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, არც იმ მიზეზობრივ შედეგობრიობით, რომელიც ასე ვთქვათ რაციონალური ანალიზის შედეგად თუნდაც გეოპოლიტიკური რეგიონული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების თუ ასე ვთქვათ აი ამ რაღაცა მიმდინარე რეალიზმის პირობებში რაღაც მოვლენების ანალიზის შედეგად შეიძლება გაარკვევ. ვერ არკვევ უბრალოდ ამას ამ ყველაფრის ანალიზით. არარაციონალური აქტორი ყავს რომელიც ყველაფერს წყვეტს ამ ქვეყანაში. მე ვეძახი არაადეკვატურ აქტორს ვარ. ხო, არაადეკვატური კი ბატონო და ამაზე არის აწყობილი სუსიც, ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდასხმის ასე ვთქვათ თავდასხმის და უსაფრთხოების სისტემა მთლიანობაში და მთელი ეს ინფრასტრუქტურა რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს რაღაცისგან და პრევენციას ახდენდეს იმ რისკების რომელზეც ახლა საუბარი იყო, ანუ აი ეს ყველაფერი არის აწყობილი აი ამ არაადეკვატურ, არარაციონალურ ფაქტორზე. და თუ რამეზე არის ხო მოდი შეგაგაცხოვენა მოდი ვცადოთ და ეგ რისკები ხო არ ჩამოვაყალიბოთ ორ ნაწილად ანუ რისკები რომელიც აქვს სახელმწიფოს ამ ყველაფრის შედეგად და მეორე რისკები რომელიც აქვს პირადად ივანიშვილს იმიტომ რომ მე მგონი საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც რომ ვიმსჯელოთ რამდენად არის თანხwebdriver-ში ეს რისკები და ხო რა არის ერთი წამეთ ოღონდ აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მე ეს გადაცემა კი მიმყავს და აქ მე ვარ ინტერვიუერი, მაგრამ ზუსტად რამდენიმე დღის წინ მქონდა ინტერვიუ. სადაც ზუსტად ეგ ვთქვი, რომ საჯარო მოხელე რო ავიღოთ რა. ცუდი საჯარო მოხელე არის ორ კატეგორიად შეგიძლია ძალიან მარტივად დაყო რა. პირველი რომელმაც არ იცის ასაკეთებს, ანუ არაკომპეტენტურია რა. თან შეიძლება ბრწყინვალე ინჟინერი იყოს, მაგრამ ბრწყინვალე ექიმი ვერ იქნება, ხო? და ასე შემდეგ. და მეორე მოხელე რომელმაც იცის ასაკეთებს, მაგრამ ხმას არ იღებს. იმიტომ რავი, ხელფას დაკარგავს, პრემიას დაკარგავს, სამსახურს დაკარგავს და ანუ იცის, ხო, ანუ იცის რომ ეს დავუშვათ მატარებელი თუ ავტობუსი გადაიჩეხება ძღოლიანად, მაგრამ ძღოლს ვერაფერს ვერ ეუბნება რა, იმიტომ რომ ნუ გონია ბოლო მომენტამდე გონია რომ იქნება რაღაც და ეხლა მე რო ხმა მოვიღო, მე ამ ავტობუსიდან ჩამომსვამენ რა. და ეხლა უყურე ამ ჭრილში რომ დავინახოთ რა ჩვენ თქვი დათო და მე რა ჩვენ დაამატა გიო რა, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რეალურად აი რა იცის ბიძინა ხა შიიზმის, სალაფიზმის და ანუ ოღონ ადამიანურად არ უაკნინება არაფერი უბრალოდ რა მის ცხოვრებისეული ინტერესი ეგ არასოდეს არ ყოფილა ზუსტად ამ ჭრილში ეს გასახილული რაც შენ ამბობ რომ ანუ პირველ რიგში უნდა უხდებოდეთ რომ მან ამის შესახებ არ იცის არაფერი რა ხო ანუ რეალურად ვინ მიუტანს ანუ პირობითად რო ვთქვათ, ალბათ მე წარმოგენია სიტუაცია მეფის კარზე, რომ არის სიტუაცია ვინ შეაბამს კატას ეჟვანს. და ეს ეჟვანის შემქმნელი არავინ არ დაიტოვა იდგული, რომელიც რაღაც სიმართლეს ეტყვის. ანუ ვინ ეტყვის ახლა ამას, რომ იცი რა, ჩვენ შიიტური საფრთხე გვემუქრება, პირობითად თან შიიტური არა ზოგადად არამედ რაღაც ირანის შიიზმი გვემუქრება. მე უნდა აუხსნა რა განსხვავება ამასა და იმას შორის, რაღაცა და იმდენად ბევრის ახსნა გიწევს და დარწმუნება რომ არ გიღირს ალბათ ან შეიძლება შენც არ იცოდე ეგ მომენტიც აი ამ ჭრილში რომ დავინახოთ გიო რასაც შენ ამბობ აი კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს აბა ამ ჭრილში რომ ჩამოვაყალიბო უბრალოდ პატარებას დავამატებ ნახე ანუ მე ვფიქრობ და ჩემი დაკვირვებით ესე არის რომ არავინ საერთოდ ეგ პროცესი არ არსებობს რომ როდესაც ვიღაცები მიდიან ბიზნესს უხსნიან რეალიებს და მოდი რაღაც სწორი გადაწყვეტილებები იქედან მოდის რომც არსებობდეს ხო კი ბატონო იქედან მოდის მისგან მოდის რაღაცა მკაფიო დაკვეთა
კაფიო ხაზს ატარებს ეს კაცი, რომელსაც ჯიუტად არის ასე ვთქვათ, ჩაციკლული აი ამ კაფიო ხაზზე რაღაც უნდა და ამას ჩალიჩობს და ყველაფერი არის აწუხი. ეს გასაგებია, მაგრამ აი მეტი არა, ჩემთან მაგან ახლა შიატუალი ქერბალაძე ბრძოლა და ეგეთი რა არ მაგას მან ვის ინტერესებში ეს არა. აი მე ვიტყვი რა მგონია, მე რა უნდა მას. მაგრამ ეს არის სახელმწიფოს ინტერესებში, ეგეთი რაღაცების ცოდნა და ასე შემდეგ რა. ხო და მე მგონია რომ ჩვენ გვაქვს პატარა აცდენა სახელმწიფო ინტერესებს და ივანიშვილის ინტერესებს შორის. საკმაოდ დიდი. ხო, საკმაოდ დიდი და ფუნდამენტური ალბათ. მოდი ხა ავხსნათ აი სახელმწიფო ინტერესებში რატო არ არის და იგივე ბიზნეს ინტერესებში რატო არ არის ყველაფერი. მოჯერ საერთოდ ჩამოვაყალიბოთ რა არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, იმიტომ რომ მე მგონია ამ ბოლო პერიოდში ესეც საკმაოდ სერიოზულად აირია ცნობიერებაში ჩვენი დასანქცირებული პროპაგანდისტების გამო. ანუ მთელი ამ წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ ქონდა რამდენიმე ფუნდამენტური ეროვნული ინტერესი. ერთი არის ის, რაც ყველა სახელმწიფოს ერთი და იგივე აქვს, ეს არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯერ სამოქალაქო ომი, შემდეგ შეგვიძლია დავარქვათ რუსეთის შეჭრები ან კონფლიქტები, როგორც გვინდა აფხაზეთსა და ცხინვალში, შემდეგ უკვე რუსეთის პირდაპირი ჩართულობა, ჯერ გადატრიალების მცდელობები აქვს, შევარდნაძის აფეთქებები, ასე შემდეგ და შემდეგ ძალიან კარგად გვახსოვს უკვე 2008 წელი. ანუ ფუნდამენტური ეროვნული ინტერესი, რომელიც აქვს ქართულ სახელმწიფოს, ეს არის დღეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორ შეიძლება ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა? ერთი ვარიანტი არის, რომ შენ გახდე სრულიად დამოუკიდებელი ძლიერი აქტორი, როგორც არის ისრაელი, ნაწილობრივ შვეიცარია. მეორე ვარიანტი არის, რომ ეცადო საკუთარი თავდაცვნარიანობა გაზარდო, მაგრამ ამავდროულად ყავდეს ძლიერი მოკავშირეები. და მესამე ვარიანტი არის გახდე ნატოს წევრი, ანუ ისეთ ალიანსში შეხვიდე, რომელიც შენ დაგიცავს. არის კიდე მეოთხე ვარიანტი. არის უარი თქვა საკუთარ სუვერენიტეტზე, საერთოდ ფეხებზე დაიკიდო დამოუკიდებლობა და თქვა, რომ არა, არ შემიძლია მე დამოუკიდებლად საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აგერ რუსეთი, თურქეთი მაგას შეუძლია. ოღონდ რუსეთი ბელგოროდის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ახლა როგორ გინდა შენი უზრუნველყოფს? ვერანაირად, მაგაშია საქმე, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში რაც დავინახეთ რუსეთთან მიმართებით, რომ მან ვერც ერთი საკუთარი მოკავშირე ვერ დაიცვა. ვენესუელაში იყო რუსული თავდაცვის საჰაერო თავდაცვის სისტემა. კი ბატონო. დაიცვეს მადურო? ვერანაირად. ირანი წლების განმავლობაში ყიდულობდა რუსულ თავდაცვით სარაკეტო სისტემას. კიდევ უკვე ეს მაგალითად სირია გაქვს და სომხეთი გაქვს ოდეკაბეს მოკავშირე იყო, რა. სირია გვაქვს კიდე ერთი მაგალითი და რა თქმა უნდა სომხეთი აზერბაიჯანთან ომის პერიოდში. სირიაში თურქეთმა ისე განდევნა რუსეთი, რომ საერთოდ ვერაფერი ვერ იქნეს. ასაც მოუწია გაქცევა და ჩვენ გვაქვს ახლა სირიაში შედარებით უფრო ადეკვატური რეჟიმი, რომელიც არ არის დემოკრატიული, მაინც და მაინც შორს არის დემოკრატიისგან, მაგრამ არის ადეკვატური. და ეს ადეკვატურობა საერთაშორისო ურთიერთობებში, აი დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ფასეული ვალუტა, რომელიც შეიძლება კონდეს ნებისმიერ მთავრობას. ამიტომ არის რომ სირიას ელაპარაკებიან და მაგალითად არ ვიცი, ირანს არ ელაპარაკებიან. არც ერთი არ არის დემოკრატიის ანგელოზი, ხომ? არც ერთი. მაგრამ მიუხედავად ამისა, აიათოლების რეჟიმმა გამოიჩინა არაადეკვატურობა, ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ სისხლში ჩაახშეს საკუთარი ხალხი, შემდეგ ატომური იარაღი შექმნა სადეს და რა თქმა უნდა, ამაზე უკვე იყო სათანადო რეაგირება. ეხლა ისევ ჩვენ კონტექსტს რომ დაუბრუნდეთ. გამოდის რომ მეოთხე ვარიანტი, ანუ რუსეთის მიერ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ფიქცია, ქიმერა, რომელსაც ვერავინ ვერაზობს, ვერ მიაქცევს და ამავდროულად ამ ქიმერას მოყვება ისეთი კუდები, რომელიც არ ამგონია ვინმეს მოსწონდეს, ეს არის კორუფცია, ეს არის ეკონომიკური უკუსვლა, ეს არის სრული ჩამოშლა იმ რეალურად ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ ამ დროის განმავლობაში და რისთვის სანაცვლოდ. არანაირ უსაფრთხოებას ის ვერ უზრუნველყოფს. ეხლა გადავიდეთ პირველ ვარიანტზე, რომ შენ შეძლო საკუთარი დამოუკიდებელი თვითმყოფადი თავდაცვის სისტემის შექმნა. ერთადერთი სახელმწიფო არის მსოფლიოში, ერთადერთი, რომელმაც მოახერხა თვითმყოფადი უსაფრთხოების სისტემის შექმნა. ისიც საკუთარი მოსახლეობის შიმშილობის ფასად. ეს არის ჩრდილოეთ კორეა. რომელმაც აი ამ ჯუჩეს იდეოლოგიაზე დაყრდნობით მოახერხა უცებ იმ იხელთა მომენტი, შექმნა ატომური ბომბი და ახლა ვერავინ ვერ ეხება მაგის გამო.
თუმცა აქაც ახლა ჩრდილოეთ კორეის მაგალითი ის უნდა ვთქვათ, რომ ჯერ საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა ძალიან აქტიურად პირველ წლებში საერთოდ კორეის ომის შემდეგ და საერთოდ ჩრდილოეთ კორეა გაცილებით უფრო განვითარებული იყო თავიდან ვიდრე სამხრეთ კორეა. სამხრეთი იყო აგრარული, განუვითარებელი, ჩრდილოეთები მაღლებიც კი იყვნენ და ჩრდილოეთი იყო ინდუსტრიული, კულტურული ცენტრი, ანუ კორეის დედაქალაქი ყოველთვის იყო ფიონიანგი და არა სეული. კი ბატონო. და ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ რა დაუჯდა ჩრდილოეთ კორეას საკუთარი ამ თვითმყოფადი უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა. ოღონდ აქაც ძალიან დიდი დათქმა არის დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ კი ატომური იარაღი აქვთ, სერიოზული პრობლემები აქვთ მაგალითად საკვებთან დაკავშირებით. ჩინეთმა თუ გადაწყვიტა, მას შეუძლია ძალიან თავისუფლად გამოიწვიოს ჩრდილოეთ კორეაში მორიგი შიმშილობა 90-იანებში. იყო 1 მილიონობით ადამიანი დაიღუპა და თუ მოინდომეს კიდე შეუძლიათ. ესე იგი რუსეთთან ჩვენი ალიანსი მაგიდიდან უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ არაფრის მომცემი არ არის, ვერ დაგვიცავენ, ეგერ სომხებს ვკითხოთ. საკუთარი დამოუკიდებელი, სრულიად დამოუკიდებელი სისტემის შექმნა. იმდენად ძვირი დაუჯდება ქართულ სახელმწიფოზე, საერთოდ გვაქვს ამის პოტენციალი თუ არა, ეს კიდევ ცალკე თემა არის. ესე იგი გვრჩება ორი ვარიანტი. ან შევდივართ იმსეთ ალიანსში, სადაც ჩვენ ვიქნებით დაცულები, საუბარი მაქვს ნატოზე, ან დასავლეთის დახმარებით ვცდილობთ საკუთარი უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას, რომელიც იქნება დასავლეთის ნაწილი. ანუ ამის მაგალითიც გვაქვს, მაგალითად ფინეთი და შვედეთი. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი და შვედეთი წლების განმავლობაში იყო ორივე ნეიტრალური სახელმწიფო, მიუხედავად ამისა, მათი უსაფრთხოების სისტემები, მათი სტანდარტები, მათი ჯარი, ყველაფერი იყო სრულიად სინქრონიზებული საუკეთესო დასავლურ პრაქტიკებთან და ამიტომ, როდესაც იხელთეს გეოპოლიტიკური მომენტი, როდესაც იგრძნეს, რომ რუსეთი თან უფრო სუსტად არის, მაგრამ ამავდროულად ამ სისუსტის გამო უფრო აგრესიული გახდა, უცებ ორივემ გააუქმა საკუთარი ნეიტრალიტეტი და დღეს გახდნენ ნატოს წევრები. უკრაინის ომზე როცა საუბრობთ, ხშირად ვამბობ ამას, რომ პუტინი ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი არის არ დაუშვას ნატოს გაფართოება. ნატოს გაფართოება არ დაუშვა კი არა, ფინეთის საზღვარი არის ორჯერ თუ სამჯერ, მეგონი ორჯერ მეტი. დაახლოებით არის 1500 კილომეტრი მიიღო და თან მაგას ხო ქონდა პუტინს უქონდა, რომ подлётное время ракет, რომ რაკეტის მიფრენის დრო და ანუ რაკეტის მიფრენის დრო პეტერბურგამდე არის 15 წუთი უკვე ფინეთიდან. ანუ სად ხარკოვიდან რაკეტის მიფრენის დრო რა და მოსკოვამდე ერთ და იგივე მანძილია. ეგენ გადაზომილი თავის დროზე. კი. და ამას ამ ყველაფერს ემატება უკრაინაში ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ძალიან დიდი ალბათობით დასავლური კონტინენტის განლაგება. ამას ემატება ძალიან დიდი ვარაუდით ფრანკო-გერმანული ბირთვული იარაღის განლაგება პოლონეთში. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც რუსეთი თავდაცვითი პოზიციიდან გამომდინარე, გაცილებით უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ამ კონფლიქტის დაწყებამდე. კი ბატონო, ახლა ვილაპარაკოთ აი რა უნდა ბატონ ბიზნეს ეს. ოღონდ მართლა მის პირადულ ოჯახურ ინტერესშიც როგორ შედის ეს გამაგებინა. ანუ ნახეთ ახლა აი მოდი შევიდეთ ახლა ბიზნეს ტყავში რაღაცნაირად ვეცადოთ რა ძალიან რთულია ეს ისე იმდენად არ ვიცი არ მინდა ახლა რაღაც სიტყვები ვიხმარო განა იმიტომ რომ რაღაცა მეწოდება ან მერედება უბრალოდ რთულია მოძებნო ადეკვატური სიტყვები რომელიც მას დაახასიათებს იქედან გამომდინარე თუ რას უკეთებს ამ ქვეყანას ესე იგი ბიზნესა ესე უყურებს რომ ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი პრობლემა არის რუსეთი რეალური პრობლემა რა თუ ვინმე რამე პრობლემა შეიძლება შექმნას უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს რუსეთი ამიტომ მოდი მე რუსეთს შევეტენები ისეთ დონეზე რომ რუსეთისთვის რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების პრობლემა მოხსნა ანუ ჩემზე თავდასხმა როგორც ესეთი მოხსნა ეს პრობლემა ეს გავყიდო მშვიდობად აქედან გამომდინარე დავაბოლოთ ჩემი ქართველი ხალხი და შესაბამისად მე გავხდე რაღაცა მშვიდობის გარანტია რუსეთთან ურთიერთობების ამბავში ეხა მეორე ამბავი მაქვს კიდევ რუსეთის მე არ მინდა რომ ბიზინა ვარ და არ მინდა რომ ბოლომდე რუსეთის ხელში ვიყო, ამიტომ რაღაცნაირად უნდა ვბალანსდებოდე. მაგრამ თუ მე დავბალანსდები ევროპული ინტერესები და ევროპასთან და დასავლეთთან ამერიკელებთან ურთიერთობით, ხო? მაშინ მე მიწევს დემოკრატიის გაკეთება აქ და დემოკრატია არ მინდა, იმიტომ რომ ეს ხალხი მინდა მონადაკა. მე არ მინდა რომ ეს ხალხი აქ რაღაცა თავისუფლებები და უფლებებით და მთელი ამბებით. მე მინდა რომ აქ კონდეს ტოტალური კონტროლი. რატომ მინდა ტოტალური კონტროლი რომ კონდეს ეს ბიზნეს ეს ფსიქო მოგზაურობა, ასე ვთქვათ, რომელშიც ჩვენ ადრე თუ გიან კარგად გავერკვევით და დავინახავთ ამ ყველა
ყველაფერს, ეს პათოლოგიური რაღაცა მომენტებია, მაგრამ ეგ უნდა, ფაქტია რომ ეგ უნდა და შესაბამისად ეხა ფიქრობს ეს კაცი რომ მოდი ან ფიქრობდა და ეხლა შეიძლება ასე ვთქვათ მაინც და მაინც ცოტა დაალაგებულად აღარ არის თავის გეგმებში. მოდი ეხა მე დავლაგდები ასევე ირანთან და დავლაგდები ასევე ჩინეთთან. ირანი, ჩინეთი და რუსეთი არის რაღაცა ეს ბოროტების ღერძი, რომელიც ასე ვთქვათ სიტუაციურ რაღაცა მეკავშირეობაში არიან, სიტუაციურ თანხმობაში არიან დემოკრატიულ დასავლურ სამყაროსთან ბრძოლის ამბავში და აგერ რა ვიცი ხა რა ესაქმებოდა ირანს, ხო ადგა და ეხმარება რუსეთს აგერ უკრაინასთან ბრძოლაში, ხო? ანუ თავისი რეჟიმი არ ეყოფოდა, იყოს ყავდეს შენი თეოკრატია, კონდეს იქა და ჭამი იყავეს, კაცი ჭამია, მაგრამ რატო ეხმარები იმას? ანუ რეალურად ესენი შეკრულები არიან იმ ამბავში, რომ დემოკრატიული სამყარო უნდა დაასუსტოს. პირობითად, აი ამათ პროპაგანდაც რო აიღო რა, აი ოცნების რუსული პროპაგანდა. ანუ პოლონეთი თუ ეხმარება უკრაინას, რა პოლონეთის საქმეა, უკრაინის საქმეს ჩარევა და ირანი რო დაეხმარა რუსეთს. ხო, რატომ არა, აბა რა უნდა ქნას? ხო, როგორ ლოგიკა, კიდე ახლა შევწავთ ამ დღეებში იგივე ლოგიკას. ესე იგი აიათოლა რო ართმობს და ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა გვარდია მაგარი ბიჭები არიან და რაღაც ქვეყნის პატრიოტები და ზელენსკი კლოუნი და ხალხს ახოცავს. როგორ ბიჭო, ერთ და იგივე სიტუაცია თუ არის. გასაგებია, ხო? ანუ ეს მომენტი ამოტრიალება, ეს ტექნიკაა, გასაგებია, მაგრამ ეხა ბიძინა ესე იგი უყურებს, რომ მე თუ დავლაგდები ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან, ესენი ერთმანეთს დააბალანსებენ იმ ამბავში, რომ ანუ ასე ვთქვათ, ჩემზე დარტყმა ნაკლები იქნება, ყველა თავის ინტერესს გაატარებს, აგერ ნახეთ ჩვენ ხო, ჩინური ინტერესის გატარების მცდელობა, იმისი რა ქვია, ანაკლიის სპორტის ჩაძირვა და ჩინური ინტერესის შემოყვანის მცდელობა, ჩინური კომპანიების შემოყვანის მცდელობა და ასე შემდეგ, მთელი კარტ-ბლანშები დასანქცირებული ჩინური კომპანიები, ასე ვთქვათ, თარეშობენ მშვენივრად, ფულს აკეთებენ, უხარისხო რაღაცეებს აშენებენ და ასე შემდეგ, ხო? ირანის ინტერესები ვნახეთ, აგერ კვლევები დაიდო, ხედავთ ხო? ანუ 70-ზე მეტი კომპანია არის შემოსული, ეკაჩებიან ირანიდან სანქცირებული ნავთობის შემოაქვს, მთელი ამბავი ხდება და აგერ ასევე ვხედავთ, რომ რამხელა გასაქანი მიეცა ირანული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ისლამის პროპაგანდას და ინდოქტრინაცია საქართველოში და რამხელა უსაფრთხოების პრობლემები გვაქვს ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნების ინტერესებს წუდება და რა ვიცი, საქართველოს მოქალაქეებს, აი სწორედ მაგწიაღიდან წამოსული მაღალი ალბათობით საქართველოს მოქალაქეებს ირანის ინტერესების სამსახურში იჭერენ ხან კვიპროსზე და ხან ასე ვთქვათ, სადღაც ჟურნალისტებს დასდევენ და ასე შემდეგ მოსაკლავად თურმე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აი ინდოქტრინირებულები არიან ამ პოლიტიკური ისლამით, ხო? და რომელიც არ არის ჩვეულებრივი რელიგია. და შესაბამისად, ანუ აი ეს ამბები დაუშვა, ამითი ძალიან კარგად გაიმყარა ბიძინამ ამ ასე ვთქვათ, ირანი, ჩინეთის, რუსეთის თავის გონებაში, მოდი ასე ვთქვათ, გაიმყარა პოზიციები და დასავლეთთან ჩაწვა ყველა ხიდი, რაც კი აქვს და რაც კი დარჩა და თუ რამე დასავლეთი აქეთ კიდე ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, რაღაც შესაძლებლობებს იძლევა, ხო? ანუ ამერიკელებიც იძახიან, რომ აი ამას თუ გააკეთებ, მე შენთან აღვადგენ თემებს, ევროპელებიც იძახიან, რომ ეს არის საჭირო და რომ განახლდეს ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა, მაგრამ ამ კაცს ეს არ უნდა. და რატო არ უნდა? იმიტომ არ უნდა, რომ ეგ არის ის სივრცე, სადაც ბიძინა აქ მონათფლობელი და ტოტალური კონტროლის მფლობელი და მეფე და მონარქი თუ რასაც წარმოუდგენია თავისი თავი, ის ვერ არის. და ამ ასე ვთქვათ, ბოროტების ღერსთან ურთიერთობის კონტექსტში მშვენივრადაც არის და თავზეც არავინ არ ესხმის. ეხლა ამავე დროს ამ ბოროტების ღერსთან ურთიერთობაში ესე იგი უსაფრთხოების პრობლემას აგვარებს და ასევე აგვარებს გარკვეულწილად ეკონომიკურ პრობლემას. იმიტომ რომ ჩინური, ირანული და რუსული ინტერესები თუ გადაკვეთაში იქნება, აქ რაღაცა თვითმფრინვა იქნება, რაღაცა იმოძრავებს, იმდენი ფული იქნება, რომ ეს რეჟიმი არსებობდეს, კლანური ასე ვთქვათ, ვითარება დაალაგებული იყოს, ყველას რაღაცა ნამცეცი მისდიოდეს და დანარჩენი მოსახლეობა თუნდაც იყოს როგორც ხოჭხას ყავდა ალბანურ ამბავში, სიღატაკის პირას არ აუშავს, ეგენი ზუსტადად სიღატაკის პირას უნდა ყავდეს, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაკავებული იმით, შვილს რა აჭამონ და ოჯახის პული როგორ მიიტანონ. და ამ კლანური მართლობის პირობებში ხო ყველა დაალაგდება როგორღაც რა და შესაბამისად მათი ყურადღება პოლიტიკაზე კი არ იქნება საჭმლის პურის ფულის შოვნაზე იქნება და დანარჩენები ვინც განათლებული და ამბიციური ტიპები არიან გაიქცევიან ევროპაში და დაალაგდებიან და წავლენ და იქნებიან ასე ვთქვათ ხელს ჩაიქნევენ აქაურობაზე და ვიღაცებს დავიჭერ გავპრესავ დამნებდებიან და დავამთავრებ და ვიქნები აცდამარადის და უკუნისამდე და რავი მე ბერა იქნება მე ბერას შვილი იქნება და ვიღაცები იქნებიან აი ეს ამას
ვხედავ მე რეალურად, ეხლა რამდენადაც ასე ვთქვათ, ცოტა მოწყვეტილი იყოს შეიძლება ეს რაღაც აი კლასიკური რაღაც გეოპოლიტიკური ან რაღაცა უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ შემოდის ასე ვთქვათ პიროვნული ფაქტორი, სერიოზული პიროვნული ფაქტორი შემოდის, რომელსაც აქ რაღაც წარმოდგენა რა უნდა მოხდეს, რა უნდა უყოს ამ ქვეყანას, აქვს რესურსები, წაწყებული აქვს ეს სახელმწიფო და არ აინტერესებს არანაირი რაციონალური ასე ვთქვათ ფაქტორი, არაფერს ანგარიშს არ უწევს და აწვება რაღაცას, რასაც აწვება. აი ამას ხედავ მე რომ აწვება და ძალიან პრაგმატულად და რაციონალურად აწვება ამ კუთხით თუ შეხედავ. ანუ აქ იცი რა არის ეხლა რაც ვისაუბრეთ ჩემი რაც გამოგრჩა ამ საუბრიდან არის შემდეგი. ანუ პირადად მას ბიძინა ივანიშვილს რაში ჭირდება ესეთი ასოცირება ირანის რეჟიმთან, ეგრე აღარ არის და აღარ იქნება ირანის რეჟიმი არასოდეს ჯერ ირანთან ასოცირება არასოდეს არ იყო რაღაც დადებითი და კარგი, ხო? მეორე ეხლა აღარ მგონია ეს დაბრუნდეს, ოდესმე უკან როცა კარგი გახდეს ირანთან ასოცირება, ანუ ზედმეტად მიება. მე მესმის ყველაფერს შენ იძახი, ხო? რომ რაღაც ღერძი გამოინახა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, მერე ეს მთელი პროპაგანდა, მთელი ეს პროპაგანდა რაც არის, ბრიკსზე რაც იყო მაგალითად პროპაგანდა, ხო? ხო წარმოუდგენელი, არ ვიცი ერთობა, შეუძლებელი ერთობა იყოს საუდიტს და ირანელს, ჩინელს და ინდოელს შორის და რავი, ბრაზილიელს შორის, რომელსაც სან-პაულოში ტარდება მსოფლიოში რაოდენობით მეორე გეი პარადი ტარდება 3-5 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ხო? და აი ამას რა ტრადიციული ღირებულებების კავშირი აქვს ირანთან თუ ჩინეთთან, მაგრამ უყურე აქ რა არის? აი ეს ზედმეტი მიმარაში ჭირდებოდა ამ ადამიანს. და კიდე ერთი მომენტი, აი ხა დავასრულებ დათო. მეორე მომენტი რა არის? იცი რომ ბიჭო, ირანთან ასოცირება, ირანი არა ისეთი სახელმწიფო, რომელთან ასოცირებაც, აი ჩინეთი მაგალითად, ჩინეთი არ დაგავალებს, რომ აი მანქანა დატოვე, რა? და რავი, პუცხელი დააჭირე და რაღაც. ანუ ირანი ასოცირდება ტერორისტთან მთელ რეგიონში. ანუ ეს 100 ადამიანი, რომელიც ყოვლის მემორჩილები ხამენეის პრობლემა იმიტომაა, რომ ხამენეის რეჟიმი ბიჭო ეგ არის, რაღაც აფეთქება სიკვდილი და უბედურება ტერორიზმია, რა პირდაპირ ტერორისტთან ასოცირდები და აი ეგ რაში უნდა ამ ადამიანს ანუ აი აქ მგონია რომ აქ უნდაში კი არაა საქმე, აქ არის საქმე იმაში რომ ეს სფერო და ეს საკითხი საერთოდ არც კი იცის ამ ადამიანს. ხო და მაგაშია საქმე, მას გონია, მანამდეც ეგონა და ეხლაც შეიძლება გონია, თუმცა ეხლა ნელ-ნელა რეალობა აჩვენებს რომ ეგ არ არის. მას გონია რომ დასავლეთი ვერ გაკაჩავს, ევროპა ფარჩაკია, ამერიკელები ვერ გაკაჩავენ, ვერავითარ ძალას ვერ გამოავლენენ, ვერც ირანს, ვერც ჩინეთს, რუსეთს, უკან რუსეთი ვერ წააგებს. ეს გონია, მაგიტო უკრაინის ომის დაიწყო თუ არა, მაგიტო წავიდა რუსეთთან ერთად, აი ამ გაუგება ვაბანკზე მთლიანად და ჩაწვა ყველა ხიდი დასავლეთთან. ხო? არ ჭირდებოდა ეგ რეალურად. მაგრამ გააკეთა ეგ, იმიტომ რომ იმას შეეტონოს, იმას ანახოს, რომ მე შენთანა ვარ, შენი ვარ. ნუ გეშინიან ჩემი მხრიდან მე აქ გავაკეთებ გასაჭიროება იყო ეს უბრალოდ მას როგორც პუტინს ჯერა და როგორც რუსეთს და როგორც ირანს ჯერა, ჯერ კიდევ და როგორც მადუროს ეჯერა, რომ დემოკრატიულ სამყაროს არ გააჩნია კუნთი და არ გააჩნია ძალა და ამერიკელები რეალურად არ არიან იმ ანუ ცარიელი ადგილია ტრამპი, უბრალოდ პოპულისტია და ევროპელები ვერ მოქოქავენ თავიანთ ამბებს და ანუ ასე ვთქვა დემოკრატიული სამყაროს ძალის გამოყენების არა მარტო დემონსტრირების, არამედ მუშტის და ძალის და რაკეტების და რა ქვია შეიარაღების გამოყენების არ სჯერა. არ სჯეროდა და ამიტომ აღიქვამდა. ეგ ხო და ეხა სიურპრიზების წინაშე არის. მაგრამ ვაბანკზე არის წასული და სად გაუხიოს, სად გამოუხიოს, შეტოპილი აქვს უკვე ყველაფერში. ამიტომ ბოლომდე უნდა მიაწვეს. და მაგიტომაც ბოლომდე აწვება. და შემოყავთ ეხლა და გააქტიურდნენ, გამოვიდნენ საელჩოსთან, დადგნენ ვიღაც კიდე რაღაც ელემენტი, შეიძლება რაღაც ინციდენტებიც მოაწყონ, აქ რომ ჩვენ დაგვარწმუნონ, რომ იცი რა ჯობია ჩუმად ვიყოთ და ეს რა ქვია, დავრჩეთ იქ სადაც ბიძინა მიგვაქანებს. ნუ აქ რაღაც პრობლემები არ გქონდეს. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს ფაქტორი არის ისრაელის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობას, რაც აკავშირებს ქართველებს და ებრაელებს. მრავალ საუკუნოვანი კი არა, 1000 წლეულები გრძელდება ეს ურთიერთობა, მაგრამ ამას მოდი შევეშვათ. ასევე შევეშვათ, რომ უამრავი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იქ მუშაობს და საქართველოში აგზავნის ფულს. შევეშვათ იმას, რომ ებრაელი ტურისტები
გეტყვი რომ ქვეყანას არჩევენ, მაგრამ სერიოზული ნაკადია ტურისტული ყოველთვის ისრაელიდან რა იყო, მან ჯერჯერობით მაინც ნარჩუნდება, ხო? და პლუს კიდე ერთი მომენტი, რომ ისრაელი ჯორჯიაი საელჩოს გვერდი როა იყო Facebook-ზე, იქ მიღებებზე ბოჭორიშვილიცა, პაპუაშვილიცა, სხვა. ანუ ეს სახელმწიფო ცდილობს ზოგადად ყველასთან კონდეს მეგობრული და ნორმალური ურთიერთობა, იმიტომ რომ ისრაელს მტრები არ აკლია და ხა ქართველებთან ისტორიულად კარგი ურთიერთობა ქონდა, რატომ უნდა უნდოდეს ცუდი ურთიერთობა და ისრაელის საელჩოც კი მიიყვანეს უკვე იქამდე რომ რაღაცებს წერენ რა Facebook-ზე რა მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა რა მაგრამ ეხლა უკვე შევშოთ Facebook-ზე წერას რა ანუ რეალობაში ეს ფსონიზადება ეგრე არ არის ხო იგივე ეს რაღაც გზავნილებიც ეგრე არ არის პირობითად სულ ახსენებ ამ იმას ჩასვლა სამძიმარზე რა ძალიან თავისუფლად შეიძლება დონის დაწევა არავინ არ გთხოვს შენ რაღაც მაღალი დონის დელეგაციის გაშვებას, ან მაღალი დონის, თქვათ, დელეგატის გაშვებას იქ სამძიმრის წიგნში. არა, თავით გადაეშვნენ. ჩანაწერის გასაკეთება. თავით გადაეშვნენ დასავლეთის წინააღმდეგ ომში. და ეს ყველაფერი ხო იკითხა, არა მარტო დასავლეთის, ისრაელის მოხსენიება მხოლოდ დასავლეთის ნაწილად შეცდომა, ისრაელის ნაწილია პირველად, საკუთარი ინტერესები აქვს ამ სახელმწიფოს და ანუ ეს ყველაფერი ანუ ეს გზავნილები სხვანაირად იკითხება, ხო? ეს გზავნილები პირდაპირ იკითხება რა, არა აუცილებელი აუხსნა, საერთოდ არა აუცილებელი, ნუ გასაგებია უკვე და აი ამაზე ეს რატო ესე აგდებით რატო ეკიდებიან ამ საკითხს, ამასაც ვერ ხვდები რა, რავი. არჩევანია გაკეთებული ბოდიში, ანუ არჩევანია კაც გაკეთებული, ხედავს აი ამ რაღაცა მოცემულობას, სადაც ის არის აქ ურყევად, უშფოთველად, რეპრესიული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოების მხარდაჭერის და ინტერესთა თანხმედრის არეალში, რაღაცა გამტარი ტრანზიტული როლი აქვს მას, ცუდი რაღაცეების გამტარი, რა ვიცი, safe haven-ის რაღაცა როლი აქვს. და აქედან გამომდინარე არის უზრუნველყოფილი მისი ავტორიტარული რაღაცა უსაფრთხოება. არა აქ იმედი და საერთოდ არ მიაჩნია და არ მიაჩნდა, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ სერიოზულ ეჭვებში არის. რომ დასავლეთი და ირანი რაღაცებს გაკეთებს. მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მე ზუსტად მაგას გეუბნები რომ მისი უსაფრთხოება ამით როგორ გაგამოდეს უზრუნველყოფილი, როდესაც არასწორი ფსონი გააკეთა და ორი ჩამოვიდა არ უნდა ჩამოვიდა. იმიტომ რომ ბიძინამ არ იცის ის უყური, ანუ ის არის რუსული მოცემულობა, როგორც პუტინი შევარდა თავისი ილუზიებით უკრაინაში, ხო? და ვნახეთ ჩვენ, ხო, რა მოლოდინები ქონდა და რა მიიღეს. ხო, ფაქტი არის რომ ხო არ მართლდება არა პუტინის მოლოდინები უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხო მეგრეა? ხო, ეხა ხო სულ სხვა შედეგები უნდა იყოს და სულ სხვა შედეგები აქვს. ეს კაციც ესე არის, არის რაღაცა პრიზმები, რომელშიც ის აზროვნებს და რომელშიც ის დაბეჯითებულად ფიქრობს, რომ ეს ესე არის და უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას და ამ შეცდომებში ჩვენს ქვეყანას ჩვენ გარდა იმისა, რომ დამონებას გვიპირებს ეს ამორალური მოვლენა რაღაცა წარმოუდგენელი საქართველოს ისტორიაში, ხო? მაგის გარდა მიგვაქანებს რეალურად, ესე იგი, დასავლეთ პლუს ისრაელი, დასავლეთთან კატასტროფულ ომში და როდესაც ეხა დემოკრატიული სამყარო იწყებს რეალურად ძალის გამოყენებას, რომ ეს ავტორიტარული და ეს დიქტატორული და ტოტალური კონტროლის რაღაცა ინტერესები, ასე ვთქვათ, ადამიანების და კაცობრიობის დამონებაზე ორიენტირებული ინტერესები შეაბრუნოს იქ, საიდანაც გამოძრნენ. აი ეს არის ჩემი აღქმა რა. მე დავამატებდი ორ რაღაცას, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს ორი ფაქტორი, რომელიც იწვევს ამ მდგომარეობას. პირველი არის რა თქმა უნდა აი ეს არასწორი აღქმები და არასწორი გათვლები, რომელიც გაკეთდა უკრაინაში ომის დასაწყისში, როცა დარწმუნებული იყო, რომ კიევი დაეცემოდა 3 დღეში, დარწმუნებული იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაფერს არ იზამდა და ეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს არის რუსეთის უკანაესო, რუსული გავლენის სფერო და შესაბამისად არ უნდა ეცადო არანაირი წინააღმდეგობის გაწევა. უნდა უბრალოდ დათანხმდა, დაუჯერო რუსეთს და ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ ამ ყველაფერს ემატება კიდევ მეორე კომპონენტი, რომელიც არის რით გამოწვეული შეიძლება ვიკამათოთ, მე მგონია რომ შიშით გამოწვეული არაკომპეტენტურობა. ანუ როდესაც ჩვენ ნახეთ ლაშა დარსალია, რომელიც მივიდა ირანის საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დარსალია იმ მოსაწვევს არც კი შეხედა და რომ შეეხედა, ვერ დააკავშირა ერთმანეთთან
ბრჭყალებში ქართველების ჩასვლა იმ გენოციდთან, რომელიც ჩვენ მოგვიწყვეს. ანუ მე მგონია რომ სერიოზული საკუთარი ისტორიის უცოდინრობასაც აქვს ადგილი. და თუ ვივარაუდებთ რომ ეს არაკომპეტენტურობა არის არა მარტო საგარეო უწყებაშიც წესით ნაკლები უნდა იყოს შედარებით. მაშინ წარმოსადგენელი არის მარტივად სხვაგან რა ხდება. ჩვენ ისიც გაითვალისწინე რომ პირველი პირი ფორმალურად არის ადამიანი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობებზე, პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, ჯარზე არ აქვს. ბურსაგორებდა მთელი ცხოვრება, ალბათ ეს ასე თუ ისე იცოდა. მეორე ადამიანი ვინც არის ქვეყანაში და ვისაც ევალება ამ რისკებზე უშუალოდ პასუხისგაცემა არის იურისტი გერმანული სკოლის, ანუ სწორხაზოვანი და აქაც ჩვენ ხო ვიცით რომ საერთაშორისო ურთიერთობები უარესი ამ იურისტთან ის არის რომ ორი კვირის წინ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს უმტკიცებდა რომ მათზე უკეთ იცოდა მედიცინა. ეგაა ყველაზე უარესი. ანუ ერთია როცა ადამიანმა რაღაც არ იცი და მეორეა როდესაც გონია რომ ყველაფერი იცი. ეგ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ეგ არის ყველაზე და ამ ყველაზე ცუდ ვარიანტში ვართ ახლა რომ ივანიშვილთან ვისაც აქვს პირდაპირ წვდომა, ნუ ვინ არის ალბათ ყობახიძე, წესდერიგით. მეორე არის შათირიშვილი, როგორც ხედავთ. და ალბათ კიდე ერთი-ორი ადამიანი. ოღონდ არც ერთი ამ ადამიანებიდან არ არის საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე. და ამიტომ გვაქვს აი ეს არაკომპეტენტურობის პიკი, რომ მეფესთან რაც შეაქვთ, ეს ინფორმაციაც არის მცდარი და არასწორი და ეფუძნება არასწორ გათვლებს. და თან სოფხედველობა რომ გავიაზროთ, წავიკითხოთ შათირიშვილის წერილები, რა, კონსპიროლოგია, ოჯახები, რომლებიც მართავენ და ეს ასტროარქეოლოგია და ასტროლინგვისტიკა რატომ იყო ასეთი აღმაშფოთებელი და რატომ გამოიწვია ასეთი რეაგირება. იმიტომ რომ აქ ძალიან აშკარად ჩანს ამ ხალხს რისის ჯერა. აი ეს ალიკო ცინცაძის ფანტაზიები რაც არის, ფსევდო ჩხიბავობას ვეძახი, იმიტომ რომ ეს გემატრიაც არ არის. რაღაცა ჩხიბავობა არის სუფთა. და თან ეხლა გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი, მე ვკითხულობ და ძალიან ვერთობი ამ წერილების საკითხით, სიმართლე გითხრა. თან აერია ნუმერაცია და მესამე წერილიც მერე წამოვიდა და მეხუთე და მერე მეოთხე. აქაც ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც რო კითხო, ყველაფერს ითვლის, იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ წერილების თანმიმდევრობა სწორად გამოაქვეყნოს. ეზოტერული საგარეო პოლიტიკა გაქვს, პოლიტიკა გაქვს და უსაფრთხოების პოლიტიკის თქვენ რენტივი გახსოვთ ეგეთი არხი რომ იყო რუსული? აი ამ რენტივიზე იყო სულ ხან ატლანტიდა, ხან მჩხიბავები, ხან უცხო პლანეტელები. აი ამ მართლა ეზოთერიზაციაც არ ხდება, რენტივიზაცია ხდება. როცა იგონებენ ყველაზე დიდ ბოდვებს და შემდეგ ამ ბოდვების მეშვეობით ცდილობენ ფსევდორაციონალიზაციას საგარეო პოლიტიკას. ეხლა აი ამ ბოდვებზე ეხლა მოიყონ მაგალითად ზონა ალიკოციცაზე. კაბალა თურმე კაბალადან მოდის კაბალახი. ეხლა ეგ როგორი თეორიაა? ეს ეხლა მარტივად აი ხალ გაგიშლი თეორიას რა. მესტიის ცენტრს დღემდე ქვია სეტი, ისტორიულ წყაროებში მესტია მოიხსენებოდა როგორც სეტი. რა? გავიხსენოთ ეხლა ძველ ეგვიპტური ღმერთი სეტი, ხო? და ან სვანები ვიყავით ძველი ეგვიპტის ღმერთები, ან ისინი იყვნენ სვანები, რაღაც. აჰა, всё, გამზადებული თეორია. შესანიშნავი თეორია. დიდებულია, სადაც კაბალახი მოდის კაბალადან ამას რა უშავს? მოიცა და ის არ მოგწონს. პირდაპირ სეტია. სიტყვა არის გემატრია. ისევე გეომეტრია, ხო არის გ-ი. ისევე არის გემატრია. ოღონდ რადგანაც მის აი ამ ფანტაზიაში ეს გ არ ჯდება, მოიგონა რომ სიამდვილეში არის ჰემატრია, იმიტომ რომ ჰ ჯდება და გ არ ჯდება. მე კაი რას მელაპარაკები. სვანურადო მზეო არისო მზეო რა, ზემო სვანურადა. ნუ ეხა ვიცი სვანური რა და მიჟარი რა. რა მზ, არა, ნუ მაგას შევეშვათ, ალიკო ცინცაძე სამწუხარო ის არის, ოღონდ. უნდა ვთქვა რომ მე კი შევეშვებოდი პირობითად, მაგრამ აი თავად არ გეშვება ეგეთი ხალხი და ის 20-ის დამტკიცებული ქონდა, ეგრე კი მოიხსნა უნივერსიტეტში, მაგრამ პირობითად რა, ანუ იმდენად სახელმწიფოში უკვე მოიკიდა ამან ფეხი, რომ წარმოიდგინე ილიას უნივერსიტეტს უქმებენ პირობითად 20 რაღაცა ისეთ ადგილს, რომელიც არ უნდა გაუქმდეს და ამ დროს ამატებდნენ ასტროლინგვისტიკას. ანუ აი მაგაში არის პრობლემა, რომ ჩვენ სახელმწიფოს მართავენ ადამიანები, რომლებსაც ჯერათ აი ესეთი ბოდვების, რომლებსაც გონიათ, რომ ყველაფერი იციან, სინამდვილეში მაგაშია საქმე, რომ არ იციან და ამ არასწორი გათვლების გამო ხდება საერთოდ სახელმწიფოს აზრის სერიოზული დამახინჯება. ამაში არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ აი
შენ რო იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოგივიდეს მოსაწვევი ირანის საელჩოდან ქართველების ჩამოსვლაზე 1600 წლის წინ, ხო? 1616-ია და 400 წლის თავის აღნიშნა. მე რამდენი წლის თავი იყო? 400 წლის თავიაო ქართველებთა ჩასვლისო და მობრძანდით ერთად აღნიშნოთ რა. აი, შენ მიხვიდოდი ამ ღონისძიებაზე თუ მე ვარ სოხუმელი, ანუ მაგ წელის მიხედვით ახლა 27 რამდენია 33 წლის თავია ჩემი სოხუმიდან წამოსვლის და ალბათ უნდა აღნიშნო. ხო, რუსეთის საელჩო დააკვატიჟებს და შენ უნდა მიხვიდე. აი ეს ლოგიკა არის ამაში. მან არის როგორი თემა, ანუ კომპეტენცია, არაკომპეტენტურობა, ესე იგი, მე რო ვარ ბიძინა და მჭირდება ტოტალური კონტროლი, მჭირდება ასე ვთქვათ, კომპეტენტური კონფორმისტები, იმიტომ რომ ეხა თლათ გააგდეს ყველა. ხო, მაგრამ აი უყურე ეგ არ გამოდის დათო, უყურე სიგიჟეებს რო აკეთებ, უკვე კომპეტენცია იკარგება, ან კონფორმიზმი რჩება მარტო რა. არა, რასაკვირველია. ვიღაცამ ხო უნდა გითხრას რომ ეს არ შეიძლება დავიღუპები. ნახე, მე მჭირდება ვიღაცეები, ვინც ასე ვთქვათ, კომპეტენტურები არიან, იმიტომ რომ მე ჩემს წიაღში უნდა მყავდეს ხალხი, რომ ხალხი უნდა ფიქრობდეს, რომ მე პროფესიონალები მყავს დასაქმებული, მაგრამ ესენი უნდა იყვნენ, ანუ იდეაში პროფესიონალები, მაგრამ კონფორმისტული ქცევის. ანუ მე პრობლემას არ უნდა მიქმნიდნენ. ასევე უნდა მყავდნენ გიჟები და სრულიად არაკომპეტენტური ტიპები, რომლებიც ვერასოდეს ვერ მოხვდებოდნენ მაგ მართლობით, ასე ვთქვათ, მექანიზმებში გარდა ჩემი სურვილისა, ჩემი სურვილი რო არ იყოს, ესეთი ხალხი მყავს, იმიტომ რომ ეს კომპეტენტური ხალხი ვაკონტროლო და ზოგადად ის ნარატივი ვამოძრავო, რაც მჭირდება. ხო, და დანარჩენი ეს ასე ვთქვათ, კომპეტენტური კონფორმისტები იმ საქმეს გააკეთებენ, რაც საჭიროა, რომ ეს ანტურაჟი შეუქმნა. და საჯარო სამსახური და საჯარო მმართველობის აპარატი მთლიანობაში, როდესაც აი რეჟიმი დამკვიდრდება, რომ ვერ დამკვიდრდება, მე ამაში დარწმუნებული ამის შესაძლებლობა ჩვენ არ მივწვეთ, მაგრამ მისი იდეა ეგ არის, რომ სულ ესეთი ხალხი დაკომპლექტდეს. დანარჩენი ხა ვინც ამ რიმაში, ამ კატეგორიაში არ ჯდება, ესენი გამოიდევნებიან სულ ყველა და ძალიან დიდი ნაწილი გამოიდევნა კიდევაც და ზოგი თვითონ მოდის და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მეორე ასპექტი არის ბიზნეს ილუზიები იმასთან დაკავშირებით შეძლებს თუ არა აქ რეალურად ასეთ ტოტალური კონტროლის დამყარებას. ხო? ანუ შიდა ფაქტორებზე რო ვილაპარაკოთ და აქ არის უკვე პროცესი კიდე, რომელზეც შემიძლია მყარავ თქვა, რომ ასეთივე ილუზიაში იმყოფება. უბრალოდ ჩვენ ჯერ აქეთ მხარეს არ გვაქვს თვალი გასწორებული ჩვენს შესაძლებლობებზე, რეალურად რეები შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ბიზნესა მოვიშოროთ მთელი თავის რეჟიმჩიკიანად თავიდან. ამას ეხლა ნელ-ნელა მიდის ეს პროცესი და მე მაგ წმუნება და მოლოდინი რომ ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. მაგრამ აი ეს არის რეალობა ეხლა რა. უბრალოდ მანამდე რაღაცნაირად ისე უნდა მოვასწროთ ეს ამბავი, რომ ამ კაცმა არ მოასწროს ჩვენი უბსკრუბში გადაჭეხვა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მას რაც არ წარმოუდგენია და მის აღქმებში რაც არის, ის უსაფრთხოების პრობლემები ნამდვილად არის. და საბოლოო ჯამში ჩვენ ქართველმა ხალხმა ბიზნესა თუ არ მოიშორა, ან სრულად ინტეგრირებული გავხდებით ამ ბოროტების ღერძის და დემოკრატიული სამყარო იმ ღერძს ჩვენიანა დაარტყავს და საბოლოო ჯამში ამ ღერძიანა გავნადგურდებით, არ ვიცი მე, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არავინ ანგარიშს არ გაგიწევს. შენ თუ ბოროტების ნაწილი ხდები, ინტეგრირებული ნაწილი თუ ხდები და შენს წიაღში ტერორისტები თუ გამოიზრდებიან და შენგან წამოსული ტიპები სადღაც 1000 რაღაცა საშინელებებს ჩაიდენენ, ხო? ეგრეა ხალხს დახოცავენ და ასე შემდეგ. და შენ თუ ასევე თუ წახვალ, რა ვიცი, ხა შენი ხალხი თუ წავა და უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის წინააღმდეგ იომებს, სო დაამთავრდა უკვე მორჩა შენი ამბავი, ხო? ანუ აი მაგ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეთ რა. ანუ რა თემაა იცი? ეხა ყოველთვის სურსი მეტნაკლებად ამ სიტუაციებს აკონტროლებდა და მუშაობდა. ეხა ვერ დავწამებ, რომ ეს არ ხდებოდა ან იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრობლემური საკითხებია და ნუ ყველამ ვიცით მეტნაკლებად, რომ ეს პრობლემური საკითხებია რა და ფაქტია, რომ დღეისათვის ეს ყველაფერი მოშლილია, სხვადასხვას ვერ გამოიტან უბრალოდ. მეორე მომენტი რა არის, ეხლა თავადვე რაც აღიარეს ფაქტობრივად რა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი $1 მილიონი ჩაღათა ულქერისგან, თურქი მენეჯერისაგან. რა, ხო? ჯუანშერ ბურჭულაძე აიღე და მანამდე მინისტრის მოადგილე იყო და 3 წელი მინისტრი იყო. ერთ-ერთი ყოველთვის ხანგრძლივია, მგონი ვარდიკო ჯობნის ჯუანშერ ბურჭულაძეს თავის ხანგრძლივობით მეტი მგონი ვერავინ. ანუ დიდი ხანი იყო ძალიან მინისტრის პოსტზე. წარმოიდგინე, ერთადერთი ტენდერი ამოუქეკეს და 1 მილიონის კორუფცია ეგრევე დაადეს ვალად, ხო? ღარიბაშვილია და საპროცესში თანხმობას მოაწერა ხელი. ანუ უყურე, თან რა არის, იცი რომ
რო აიღო შენ კორუფციით მარტო რამხელა ზიანი შეიძლება ზუსტად მაგას ვერ გამოთვლი შენ რამხელა ზიანი მოგება კორუფციით იმიტომ რომ აი პირობითად რეიტინგებში დიდი ხანი იწონებდნენ მაგით თავს რომ რეიტინგებში მაღლად ვართ მაგრამ ფაქტია რომ ახლა მაგას ვერავინ დააიგნორებს იმ ფაქტს რომ რა რეიტინგებში მაღლა ხარ თავდაცვის მინისტრი გიზის პრემიერ-მინისტრი გარიბაშვილიც იყო თავდაცვის მინისტრი. ხო, გარიბაშვილი კი და ბურჭულაძე იყო ფინანსების კუთხით ზუსტად მისი მოადგილე. ხო და ანუ გარიბაშვილმა საპროცესო მოაწერა ლილუაშვილი გიზის ლილუაშვილის მოდი ეს თქვა ტერმინი გამოიყოთ პადელნიკი ყველაზე ახლოს ვინც იყო პაიკიძე როგორც ამობენ 500 მილიონი რა cold wallet-ზე უდევსო ბიტკოინებში მაგას ვერც უარყოფ ადამიანი ვერც დაადასტურან წასულია საერთოდ აქედან საქართველოსდან ესპანეთშია გაქცეული და ამ ფონზე ხა შენ უკვე რეიტინგებს ვერ ამოეფარები რა და შესაბამისად გაქვს ძალიან დიდი ეს თქვა მინუსი საკუთარი უსაფრთხოების სისტემაში პლუს გამოდის არა ჩამოშლილი ხო ჩამოშლილია მინუსი ხა მეც ზოგავ რა ესე გამოდის ანუ ჩამოშლა ეგ რა ფაქტობრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ბიჭო, სუვერენიტეტზე გველაპარაკება ხალხი, რომელსაც 7 წლის განმავლობაში ყავდა უსაფრთხოების უფროსი, რომელსაც $1 მილიონად ყიდულობდა თურქი ბიზნესმენი, ну რაზეა საუბარი? ამიტომ ბიზნესთვის სახელმწიფო უსაფრთხოება სხვა რამეს ნიშნავს. ანუ გიორგი რასაც ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესები და ბიზნეს ინტერესები რო ფუნდამენტურად განსხვავებული მოცემულობებია, ეს ფაქტი არის. უსაფრთხოება მისთვის ანუ დარეგულირებულია იმით, რომ რუსეთი არ დამესხმება თავს, იმიტომ რომ მე თვითონ ვეტენები რუსეთს აქეთ და როგორ დამესხმება თავს? არ დამესხმება და მე რუსეთისგან მარტო რო არ ვიყო რუსეთის წინაშე, აგერ ირანთანაც დავლაგდები და ჩინეთთანაც დავლაგდები და ამათ წიაში კარგად ვიქნებ. ამიტომ აქ ერთი მომენტია, რომ ჩინეთი როგორ ეს მოკავშირეა ირანსაც არ გამოადგა და არც ვენესუელას. თუ ავიღებთ ჩინეთის განცხადებებს ირანზე, რა იყო ჩინეთის განცხადებები? არა, კი, მაგრამ ბიზნესთვის არ არის ეს ეგრე. იქ რაც არ უნდა დინამიკა იყოს, ამ ესენი ხო რეალურად ტრები არიან ერთმანეთს, მაგრამ ბიზნეს დაალაგებდა ამას თავის წარმოდგენაში ისე, რომ ანუ ამ სივრცეში იმოძრავებდა, ისე რომ მას პრობლემა არ ექნებოდა რა. ბიზნეს არ იქნებოდა არც ერთი ამ სამისთვის პრობლემა, რაც არ უნდა პრობლემები კონდეთ მათ ერთმანეთში. აი ამას ხედავს და უსაფრთხოების პრობლემა აღარა აქვს. რაც არ უნდა აგენტურა მიაროს იქეთ, აქეთ, პირიქით მისცემდა ამათ გასახანს, მისცა კიდევაც, ხო? რუსული აგენტურა ბიზნესთვის პრობლემა არ იქნება, არც ირანული აგენტურა არ იქნება პრობლემა ბიზნესთვის, არც ჩინური მომენტ. და თან როგორი თემა არის, რომ უსაფრთხოების სამსახური მას ჭირდება, მთავარია შიგნით იყოს, შიგნით გაასწოროს ისე რომ კონტროლი მქონდეს მთლიანი, რომ ამათმა სამივე მიწოდე რომ ბიზნეს უჭირავს კონტროლი. აი ეს კონტროლის უსაფრთხოების სამსახური ამიტომ ჭირდება, რომ პროტესტანტებს დასდევდნენ და არა ირანის ინდოქტრინირებულ რაღაცა პოტენციურ ტერორისტებს მაგალითად რა. და ესენი რომ დაიბარეს ეს ადამიანები, რომ დაიბარეს ეხა ჯერ ვითომ დაიბარეს იქ კალაძემ რაღაცა გამოაგდო სიტყვა რომ ესენი დასაჭერები არიანო თუ რაღაცა თუ არ ვწდები ხო და მე დაიბარეს და უბრალოდ გამოკითხეს აბუდაბიდან გამოაგდო იქ სიტყვა კალაძემ თუ თბილისში იყო მაგას უკვე გამოიღო მეგონი და ნახე წარმოიდგინეთ ადამიანები დაიბარეს და კითხეს რაღაცეები რაც ისედაც ამ ადამიანებმა ღია სივრცეში ილაპარაკეს ანუ რას ეკითხებიან ვერ გავიგე ეს უსაფრთხოების სისტემა ეს ისედაც არ იცის რაც ამ ადამიანებმა ილაპარაკეს რაზე იყო იქ საუბარი ადამიანებმა ყველაფერი ამოიღეს ღია წყაროებიდან პირადად უნდათ საუბარი ფიზიკურად ნახვა უნდათ უბრალოდ შეხვედრა უნდათ ხელის ჩამორთმევა თუ რაშია საქმე ანუ ეს თეატრი იყო ანუ ჩვენა გვიქმნიან იმიტაციას ახდენენ რომ ვითომ რაღაცა უსაფრთხოებაზე ზრუნვა მიდის ამ დროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი არ მიდის ბიზნეს სისტემას დამყარების მცდელობა არის უსაფრთხოების სისტემაში თავდაცვა ყველაფერი არის ასე ვთქვათ აი ამ ერთიანი აპარატის ნაწილი მთელი სახელმწიფო აპარატი ახლა არის ორიენტირებული იმაზე რომ როგორმე ეს რეჟიმი დამკვიდრდეს წინააღმდეგობის კერები გაქრეს და ჩვენ დავიმალოთ სულ ყველა ან წავიდეთ ამ ქვეყნიდან და დამყარდეს ბიზნეს კონტროლი. მორჩა, აი ეგ არ მაგას უყურებს. ეხლა ეგ თუ მაგას მიაღწევს, ფიქრობს რომ გადარჩა, მაგრამ სიურპრიზი არის ის, რომ დასავლეთმა ამერიკამ წამოიწყო ომი. კი არ წამოიწყო ომი რეალურად. ანუ ავტორიტარული შემოbrunების და ავტორიტარული აი ამ შემოტრიალების ტენდენციის, ასე ვთქვათ, ტენდენციას უპირისპირდება. ეხლა ამოიღო ხმალი და იცოდო დაგაცლით ეხლა თავებს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული სამყარო ყოველთვის მიდის მაგ მომენტამდე. რომ ასე ვთქვათ, რა ქვია ოპერაციას Fury, რა ქვია, ხო? მრისხანება. Epic Fury. ჰა, ეპიკური მრისხანებაო.
ანუ არ ელოდა ბიზინა ეხა ეპიკური მრისხანების ოპერაციას ამერიკელებისგან არ ელოდა ეხა რომ თურმე ჩაფრინდებოდა და ისა რა ქვია მადუროს იქიდან არ ელოდა რომ რუსეთს ესეთი ამბავი დააწყდებოდა და ესე რა ქვია დღეში 1500 ჯარისკაცი დაეხოცებოდა და თვითონვე დახოცავდნენ და თან ისე რომ 2 კილომეტრს წინ ვერ წაიწევდა არ ელოდა ამ ყველაფერს ეს კაცი და კიდე ბევრი სიურპრიზია დღეს შეიძლება შენ რა თქვი უბრალოდ ერთ რაღაცას გამოყოფდი რომ აი ირანთან ესე დაახლოების ლოგიკა ზუსტად ამ თუნდაც ამ კონტროლის ხრივაც მაინც გაურკვეველია და აგიხსნე რატომ რა ანუ დაუშვათ დაამყარა კონტროლი დაუშვათ პროტესტი და შემდეგ ჩაახშო მაგრამ ეს არის საფრთხე რომლის მასშტაბსაც ის დარწმუნებული ვარ ვერაცნობიერებ ეს გაცილებით დიდი საფრთხეა ვიდრე გიორგი მელაშვილი ან დათო გუნაშვილი ან ზურაბაშვილი ეს სრულიად სხვა სახის საფრთხეა და შარი რომელიც ამ საფრთხიდან მოვა რა გაცილებით სხვანაირი შარი მოვა მაგრამ აი ხა ნახე აქ არის რაციონალური მომენტი იმიტომ თავიდან ანუ ქართული ოცნების გათვლა რა იყო რომ დასავლეთთან ურთიერთობები გაფუჭდება ეხო იცოდნენ შესაბამისად მათი მოცემულობა იყო ეგეთი რომ აქამდე რაც იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და ამოცანა რომ ჩვენ ყოფილიყავით ხიდი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის კი ბატონო ამას ხვდებოდნენ რომ ეგ აღარ გამოუვიდოდათ ეკონომიკას რაღაცა დოზით მაინც ჭირდება სატრანზიტო ფუნქცია შესაბამისად როგორ შეიძლება დასავლეთი აღმოსავლეთი დერეფნის ჩანაცვლება რით ერთ-ერთი გამოსავალი არის სამხრეთი ჩრდილოეთი. კი ბატონო. შესაბამისად ირანის როლი აქ არა იმდენად დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ, როგორც არის ხოში აქვს და აიათოლების ტურბანი მოსწონს. არამედ უნდა განვიხილოთ, როგორც ჩრდილოეთი სამხრეთის დერეფანის ნაწილი. დერეფანი რომელიც გადის რაზე? გადის აფხაზეთზე და გადის როკის გვირაბზე. შესაბამისად თუ მოხდება ამ ორი ფუნდამენტური კარების გახსნა ამ შემთხვევაში რუსეთი მოახერხებდა სამხრეთი ჩრდილოეთი დერეფნის შექმნას და სრულ ძალიან კარგად ეფექტურად გამოყენებას და ეს ქართული ოცნებისთვის და რეჟიმისთვის იქნებოდა რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება იმიტომ რომ მთელი მათი გათვლა და მთელი ის პრობლემები მთელი ის დანაკარგები რაც ჩნდება იმის გამო რომ დასავლეთი აღმოსავლეთი დერეფანი იყურება ისინი ძალიან მარტივად მოახდებდნენ ამის კომპენსირებას ჩრდილოეთი სამხრეთის დერეფნით ოღონდ კიდევ ერთხელ ჯერ ისრაელს მადლობა პირველი ოპერაციის პერიოდში იმიტომ რომ მაშინ ჩაკვდა 3+3 ფორმატი გახსოვს ეს გენიალური იდეა რაც იყო ბჭყალებში მაშინ ჩაკვდა ეგ იდეა ჯეროდა და ყოველთვის ვიძახდი რომ სისულელი არ მე გეთახმები ჩვენ მე მგონი სამივე ეგრეთ თუ ამათ მაგარი გათვლა ქონდათ ოღონდ სწორია მაგათ რა გათვლა ქონდათ ხო გახსოვს ამ ფორმატზე ძალიან სერიოზული გათვლა ქონდა და ძალიან სერიოზული ილუზიის ხრევა დაემართა მე მაშინ აი გიორგი შენ ნათქვამი რა ვთქვათ მე მაშინ დავაზუსტებ ხო და მოკლედ კომპენსირება უნდათ დასავლური დერეფნის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნით გიორგი მე უბრალოდ ერთ რაღაცას დავაზუსტებ რომ ჩემეთ მათთვის ირაციონალური რატოა და მათთვის წამგებიანი ეს ყველაფერი პირველ რიგში რომ უყურე თავიდან რაღაც მათთვის გასაგები და მათთვის ხელსაყრელი ლოგიკა შეიძლება ამ ყველაფერში იყო რა რაღაც წყობრი ლოგიკა შეიძლება იყო მაგრამ როდესაც ამ ლოგიკაში რაღაც ბზარები გაჩნდა ხო როდესაც უკვე შეგეწყო რომ აი იცი რა მაინც და მაინც სწორი არ იყო თქვათ აი პირველად დასვლა კიევი არ დაეცა სამ დღეში ხო აი შეიძლებოდა აი ამის მოდიფიცირება და არა ჯიუტად გაყოლა ამ შეცდომების კასკადის და რას მომიცი რომ აი შეიძლებოდა ოღონდ ნახე აქ უკვე ღრმად ჩადიან რაღაც ჭაობში კიდევ უფრო ღრმადობლობიან იმის ნაცვლად რომ რაღაც მომენტში გაჩერდნენ და სცადონ უკან შემოტრიალება რაღაც შეიძლებოდა ოღონდ აი ლუდომანს ემართება ეგ ხშირად როდესაც ადამიანი მიდის კაზინოში დადებს ფსონს 2-3 ჯერ მოიგებს შემდეგ წააგებს და შემდეგ მოდი კიდე ცოტას დაუმატებ და იქნებ გამიმართლოს. ამას ქვია თამაშის თეორიაში ლუდომანის პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რჩუნდება იმედი, რომის მოახერხებს, აი ცოტას დაამატებს, კი დაკარგა $1,000,000 პირობითად. მაგრამ ეხლა $1,000 დადებს წითელზე და ამ $1,000,000-საც ამოიღებს და კიდე ცოტა დარჩება. ამის იმედი აქვს როგორც ჩანს, იმიტომ რომ
სხვანაირად რომ შევხედოთ, აი ცოტა უფრო რაციონალურად რომ ვცადოთ ამ ყველაფრის გამართლება, მაშინ ჩვენ შევხედავთ რომ საკუთარივე პროპაგანდის მსხვერპლი გახდნენ. დადეს ფსონი იმაზე რომ კიევი დაეცემოდა 3 დღეში, კიევი გადარჩა 4 დღე გაძლო, კაი ახლა 4 დღე გაძლო, მაგრამ არა უშავს. კიდე დაუმატოთ ამ ფსონს, კიდე დაუმატოთ და ნელ-ნელა იმდენი დაკარგეს, რომ გაჩერება მათთვის უფრო საფრთხილო შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში მათ აღქმაში. ვიდრე გაგრძელება ამ თამაშის თუნდაც საბოლოო წაგება. ვაბანკია. ვაბანკია და თან გარდა იმისა, რომ დაკარგეს ლუსტრირება მოახდინეს მთელი თავისი ჩანაფიქრების და თავისი ხასიათის, ანუ თავისი ბუნების ლუსტრირება მოახდინა მთლიანად. ხიდებით ჩაწვა არის ურთულესი ამბავი, ამის აღდგენას წლები ჭირდება. შენ ვინც ჩაწვი ხიდი, შენ ვერ ვაღადგინო, ხო? ის ხო შენთან იგივე ურთიერთობებში აღარ ბრუნდება. და მე შიგნით აქ რეები გააკეთეს, რაზე წავიდნენ საერთოდ, ხო? ამხელა ტრავმა და ტკივილი მიაყენეს აქ ამხელა ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს წავიდნენ ამ შიდა ვაბანკებზეც. ანუ ამათი მოტრიალების ამბავი ძალიან პატარა რესურსი აქვს და თან ის რაღაცა უნდა იმ ბიზნესს. ამდენი ხანია ამას აკეთებს. მთელი თავისი მოღვაწეობა რუსეთში და ახალგაზრდობიდან მოყოლებული, აი ეს რაღაცა უნდა და ამას შვება. ამისთვის ემზადებოდა, რა ვიცი მე, ხო? ყველაფერი გააკეთა ამისთვის რა. ეხლა ერთ საკითხზე მინდა ვისაუბრო ამ ადამიანების დაბარებებზე და ზოგადად მიდგომაზე, რომელიც სამწუხაროდ არსებობს ჩვენთან. უსიამოვნო ამბების მიმართ. ან რაღაც ისეთი ამბის გამჟღავნების მიმართ, რაც ვიღაცას არ უნდოდა. აი დაიბარეს, ვისთვის დაიბარეს ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია, რავი, არ ეს სიამოვნად, მოდი ესე ვთქვათ, ხო? კანდელაკმა რაც მოიპოვა ხიდაშელმა, სანიკიძემ თუ თარგამაძემ, ხო? და აქ ერთი ისტორია მინდა მოვყვე აუცილებლად რა. პერუში არის ეგეთი ქალაქი იუნგაი რა და არის ახალი იუნგაი და არის იუნგაი ძველი და ამ ძველს ქვია Ciudad Sepulturado დაფლული დამარხული ქალაქი რა და თავად მოქნა ნახე რა ანკაშის რეგიონია პერუს ყველაზე მაღალი მთა უასკარანის მთა არის მან განლაგებული და მოკლედ 1950-იან წლებში ახ თარიღებს ზუსტად მომთხოვთ 50-იან წლებში ორი ამერიკელი იყო ჩასული რა და უასკარანის ჩრდილოეთ ფერდი შეისწავლეს და მოკლედ დადეს დასკვნა რომ 900 მეტრიანი ბზარი მიყვებაო და ეს აუცილებლად ჩამოწყდება ყველა ვარიანტში. დღეს არა, ხვალ ჩამოწყდებაო რა. წამოვიდეთ 900 მეტრიანი კლდე. უასკარანი არის 6000 რაღაც. რა? მოკლედ ეს ამერიკელები როგორც ის პირველი სტატია გამაშხავნდა, აგენტები რაღაცა ციხეში ჩასვეს, აგენტები უძახეს, ყველაფერი აი მთელი ეს სრული პაკეტი რა, ამის წარმოიდგინეთ. ციხე ემუქრებოდათ ბოლოს ხა მაინც ამერიკელები იყვნენ და ამერიკამ დაიხსნა და წავიდნენ ამერიკაში და ნუ ეს ყველაფერი მიაჩუმათ ესა პერუს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ რა და მთელი ლოგიკა ის იყო რომ ეს ანკაშის რეგიონის და ეს იუნგაის ტურისტული ქალაქი იყო და ნუ რას ქვია ხა ჩვენ ტურისტს გვიკლავთ რა ხო და მოკლედ აგენტებად გამოაცხადეს გაუშვეს ამერიკაში დაახლოებით 15 წელიწადში 70-იან წლებში ხდება წყნარ ოკეანეში დიდი მიწისძვრა და ანუ დაახლოებით მიწისძვრიდან 1 წუთში ეს კლდე ჩამოწყდა და 30 წამში 30000 ადამიანი მოკვდა. და ანუ ხო იქ გათხრებ Ciudad Sepulturado იმიტომ ქვია გათხრებიც არ უწარმოებიათ ბიჭო. იქ რო ნახოთ რა ხალხო იქ მინდურებში არის რამხელა ქვები კლდეები გდია პრაქტიკულად მინდურებში რა. ანუ ნახევარ წუთში მილიონობით ეს მასა ეს ყინული ქვა და ეს დაეფარა რა არაფერი არ დარჩა რა. არავინ არც კი ეძებეს და არაფერი. პირდაპირ გამოაცხადეს ძმათა სასაფლაო ცნობილი ისტორიაა მოკლედ ეს და ხა რატომ მომყავს რა ადამიანი რაღაც სიმართლეს გეუბნება. თუნდაც შენთვის მიუღებელ, შენთვის უხერხულ, შენ დაინტერესდი იმ სიმართლით და მე დაინტერესდი იმ ადამიანით რა, მაგრამ ნუ არა ის რაღაც ახალი და ჩემთვის უჩვეულო მოვლენა საქართველოს ისტორიაში რა. ხო, ნუ
ესე არ დაინტერესდა ჩაუშესკუ, ესე არ დაინტერესდა არც ერთი დიქტატორი და არც ერთი ის ადამიანი, რომელიც ესე არ ინტერესდება. ბოლოს ასე თქვათ, რო აღმოჩნდებიან იქ, სადაც აღმოჩნდებიან, აი ბოლო მომენტამდე სანამ იქ აღმოჩნდებიან, მაინც ჯერა და მაინც ბოლომდე იმას აწვევიან, რომ ესენი არიან გამარჯვებული, რომ ეს არაფერი არ გამოვა, ასე შემდეგ და ასე. სასიამოვნო ტყუილი ურჩევნია უსიამოვნო. ეს რო წასული შინაგანი გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაღაცა მომენტის მერე იქ შემოტრიალება უკვე შეუძლებელია რა. უბრალოდ შენ უკვე იმის ქცევას და იმის ასე ვთქვათ, იმას საერთოდ ყურადღება აღარ უნდა მიექციო, შენ უნდა აკეთო ის რაც გასაკეთებელი გაქვს, რომ ის მოიშორო თავი და რეალურად და გადარჩე. თორე აი ეგ არის რა და ეს ერთპიროვნული, ანუ პიროვნული ფაქტორი შემოდის, აი ეს როგორც არარაციონალური, არაადეკვატური ფაქტორი შემოდის, გინდა საერთაშორისო ურთიერთობებში, გეოპოლიტიკაში იქნება თუ სადაც გინდა, აი ეს შემოდის, ეს კონსტრუქტივიზმის რაღაცა განზომილება, რომელიც პიროვნულ ფაქტორს რაღაცა მნიშვნელობას ანიჭებს და ანუ ესე ვთქვათ რეალიზმში, ხო, სადაც ნულოვანი ჯამით ურთიერთობებია და გათვლადი არის და ძალის დინამიკა არის. აი ეს რაღაცა სიგიჟე არარაციონალური შეიძლება შემოვიდეს და თავდაყირა დააყენოს მთელი ქვეყნისთვის, ერთი ქვეყნისგან ქვეყნებისთვის თავდაყირა დააყენოს ყველაფერი. აი ეს ხდება ჩვენს თავს ეხა. იმიტომ რომ ეს კაცი იმყოფება თავის რაღაც ფსიქო მოგზაურობაში და მიქტაცებულია, გამოგლეჯელი აქვს მთელი ქვეყანა ჩვენთვის თავის ინსტიტუტებიან და ყველაფრიანა და ისინი ვინც სუსში მუშაობენ, იქ არიან პროფესიონალები, რომლებიც ეხა ჯერ ყველა არ გაუყრიათ, ზოგი კადრების განყარულებაში ყავთ და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რა ვითარება, ანალიზით შეუძლიათ ასე შემდეგ, მაგრამ ან კონფორმისტები არიან და უბრალოდ არაფერს არ გააკეთებენ და არ ეწინააღმდეგებიან იმ დღის წესრიგს და რო შეეწინააღმდეგონ სერიოზული პრობლემები აქვს, ეხა მაგაშიც შეიძლება ვერ გაამტყუნო. მაგრამ ეს შეიძლება ვერ გაამტყუნო, რომ იცის რო აზრი არა აქვს. აი ეტყვის თავის. ხო, აზრი არა. ის უფროსი ეტყვის თავის უფროს. ელოდება საზოგადოება აქეთ როდის მოიქოქება და როდის რაღაცა ასე ვთქვათ დაიწყებს დინამიურ მოძრაობას, საკუთარი თავის გასათავისუფლებად, რომ რა ვიცი, რაღაცნაირად ხელი შეგიწყოს. ან მინიმუმ ხელი არ შეგიშალოს რაღაცნაირად, მაგის იმედზე არიან დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი. სუსშიც, პოლიციაშიც და კიდე სხვა ჩვენს საჯარო სამსახურში მთლიანობაში რა. იმიტომ რომ საჯარო სამსახურში იმდენად მძიმე კლიმატია, ეხა ნებისმიერი სამინისტრო აიღო, ძალოვანები განსაკუთრებით. იმდენად მძიმე კლიმატია, უნდობლობა, ეჭვიანობა, აი რა ვიცი ხო, რაც უფრო ჩვენ მეტად აქ ვიაქტიურებთ, მით უფრო დამძიმდება იქ სიტუაცია. და აუტანელი გახდება მათთვის ეს სიტუაცია. ეს საგებსჯელობის საგანია, მაგრამ მე ვიცი რომ ეგრე მოხდება და ბიზნეს სიგიჟეები კიდე უფრო გამძაფრდება. სხვა შორის არის ძალიან კარგი მინისერიალი, რეჟიმი. შემიძლია მინდა ურჩიო ჩვენს მაყურებელს რომ უყურონ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს უფრო ჩაუშესკუს რეჟიმზე არის. მაგრამ მე მგონი ჩვენსაც საკმაოდ ეხება იქ აღწერილი მოვლენები კი ძალიან საინტერესოა. ჩვენი ენვერ ხოჯას რეჟიმთანაც ძალიან იმაში აღებაშია. ენვერ ხოჯას ქონდა აი ესეთი ჩამოყალიბებული, ყველაზე მეტად ჩამოყალიბებული რაც იყო გზავნილი ალბანეთია საუბარი ყველასთან ომი. ყველამ ასეომებოდა. და სრული იზოლაცია და ალბანეთის დაპყრობას ყველაზე მეტი ბუნკერი აქვს დღემდე 100,000-ზე მეტი ბუნკერი აქვს. ტირანაში როცა ჩავედი, ტირანის შუაში, ქალაქის ცენტრში, ჩვენ თავისუფლების მოედანზე დგას ზეგლი. ეს არის მათი ერის მამა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოღვაწე, გადამრჩენელი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჯერ კიდე არა დგას, ოღონდ ენვერზე არ ვსაუბრობ. რა. სკანდერბეგზე ვუყურებ და მეუბნები რომ ეს არის ცნობილი სკანდერბეგი, ჩვენი გადამრჩენელი, ასე შემდეგ. ვუყურებთ რაღაც ძალიან ნაცნობი სახე არის. და რა აღმოჩნდა? 50-იან წლებში, როდესაც ენვერ ხოჯა და სტალინი ძალიან ახლოს იყვნენ, საბჭოთა კავშირი დაახლოვდა ალბანეთთან და სტალინმა, საბჭოთა კავშირმა დააფინანსა ფილმის გადაღება. ფილმში მთავარი როლი, აბა თუ გამოიცნობთ ვინ ითამაშა. აკაკი ხორავა. კი ბატონო, და აკაკი ხორავას ზეგლი დგას ტირანაში დღემდე. დიდი მადლობა, კარგი ისტორია იყო. ანალოგიაც გადაცემის ბოლოს თუ გნებავთ რამე რეპლიკის სახით რო თქვა, ჩემი დანარჩენი კარგად გამოვხედეთ ყველაფერი. აი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჩვენ გვეღირსება ადეკვატური საგარეო პოლიტიკის წარმოება და ის უწყებები, რომელთა ამოცანა არის ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენ სახელმწიფოზე ზრუნვა, ამას გააკეთებენ და არ დაიბარებენ კვლევარებს სუსში დასაპრესად, მაშინ როცა წესდერგით ყავაზე უნდა დაპატეჟონ ეგ ხალხი და მადლობა გადაუხადონ. ჩვენ საზოგადოებას აქვს ნამდვილად უნარი რომ თავი გაითავისუფლოს ამ სიგიჟისგან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი გვაცხოვრებს
მიუხედავად აი ამ ტექტონური ძვრებისა და ასე შემდეგ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა და პოზიციონირება შეუძლია და ასე ვთქვათ, პოტენციალი აქვს და აქ შეიძლება იყოს ისეთი მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში მშვიდობასაც, უსაფრთხოებასაც, განვითარებასაც და ასე ვთქვათ, სიკეთესა და ბოროტების შორის ბრძოლაში სიკეთის მხარეს ყოფნასაც და დემოკრატიულ სამყაროსთან ძალიან მჭიდრო კავშირებს და ალიანსს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმენაირად არაპრაგმატულად მოქმედებას. ანუ ეს ყველაფერი ერთად შეიძლება მოხდეს და საქართველოს ეს შეუძლია. უბრალოდ ჩვენ გვყავს მოსაშორებელი ეს კაცი და თავისი რეჟიმში კი აქედან. ისეთი გზებით თან, რომელიც ჩვენ მოგცემს აი ამ შემდგომში აი ამ განვითარების შესაძლებლობას და ანუ ეხლა ჩვენ ყველა ვინც რაღაცა როლში ვართ, აი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საზოგადოების ფოკუსის გასწორება და დახმარება ჩვენი საზოგადოების იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, გავიმსჭვალოთ აი ამ შესაძლებლობით, აი ამ საკუთარ თავში ენერგია, ძალა და თანხმობა ვნახოთ და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ნამდვილი შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს და ძალიან ძლიერი და არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გველის ჩვენ აი ამ გარდატეხის მიერ. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, ასევე მადლობა თქვენ. ეთერში გავაცემა პოლიტიკური კოდი, ვთქვათ, მასე მისმინე, გამოყვებით სოციალურ ქსელებში და გამოიწვევით ჩვენი არხი. მადლობა.